მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. მიკროფონი მიგეთია და იმედია ძალიან მკვეთრად არ იქნება ჩემი ხმა. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა. ბევრს აინტერესებს ამ საკითხზე გაშლის მოსმენა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს ჩავწერ გაშლას საკითხზე თქვენი ახალი სიყვარული, ხო? ახალი სიყვარული, რომელიც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ორმხრივი სიყვარული, სადაც თქვენს და მეორე ადამიანსაც გექნებათ ერთმანეთის მიმართ სიღრმისეული, ნამდვილი გრძნობები, ორმხრივი სიყვარული, სადაც შეხვალთ ერთმანეთთან ისეთ ურთიერთობაში, ხო, სტაბილურში, ასე რომ ვთქვათ. ფორმატსაც შეგვიძლია ფორმატიც მიმოვიხილოთ, გაჩნია როგორ წავა ჩვენი დღევანდელი გაშლა, ხო? ვფიქრობ საინტერესო იქნება ყველასთვის ამ გაშლის მოსმენა. ამიტომ მოდით ახლა ვფოკუსირდეთ ჩვენ. ფოკუსირდეთ. გარეთ მშენებლობებია და არ ვიცი, იმედი არის მის ძალიან მკვეთრად ხმა. გვექნება ორი პოზიცია, პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია. ვისაც რომელი უფრო გინდათ ის აირჩიეთ, ვისაც უფრო მეტი დრო გჭირდებათ, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. ასე დავიწყოთ პირველი პოზიციით. გავასწორო ასე და ფოკუსირდეთ ახლა ჩვენ თვითონ პირველ პოზიციაზე. თვითონ პირველ პოზიციაზე. ვნახოთ. ახალი სიყვარული ორმხრივი, რომელიც ახლა იქნება პირველი პოზიციის ცხოვრებაში, სადაც იქნება ორმხრივი სიყვარული, ხო? მალე იქნება ეს სამიანი პენტაკლები გადმოვივარ და გადმოვარ და შემდეგი გარდა. ხო, კარგი. ვნახოთ, დავიწყოთ თვითონ ის პიროვნება, ვინც იქნება თქვენი ისეთი სიყვარული, ხო, ორმხრივი, ახალი, ვისთანაც მალე, ანუ უკვე ზოგთან, ხო, იქნება ეს ორმხრივი სიღრმისეული სიყვარული. თვითონ ეს პიროვნება ვნახოთ. გვაჩვენეთ თვითონ ეს პიროვნება, ხო, აქ გენდერს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვიღაც მამაკაცს ჩაიფიქრებს, ვიღაცა ქალს, თქვენ თვითონ მოარგეთ ის გენდერი, უმრავლესობა ახლა მამაკაცს ჩაიფიქრებს, ვიცი აქ და ამიტომ მე თუ ვიტყვი მამაკაცს, თქვენ უკვე მოარგეთ იმ გენდერს, რაც თქვენთვის აქტუალური, ხო? თვითონ ის პიროვნება გვაჩვენეთ, ვისთანაც პირველ პოზიციას ექნება ეს ახალი, ორმხრივი, სიღრმისეული სიყვარული. თვითონ ეს პიროვნება ვნახოთ თვითონ ეს სიყვარული, ხო, როგორი იქნება ეს სიყვარული ამ ადამიანთან. როგორი იქნება ეს სიყვარული ამ ადამიანთან. და, პრინციპში ჯერ ასე დავტოვოთ და მერე გავაგრძელებთ, ხო? ჯერ ვნახოთ თვითონ ეს პიროვნება. დედოფლის არკანი. საინტერესო, თვითონ ეს პიროვნება ოკეი, დედოფლის არკანი ამოვიდა ეს პიროვნება. ძალიან საინტერესო. ვინც ქალი ჩაიფიქრა, ძალიან ზუსტი, ასე რომ ვთქვათ. კარგი, თვითონ ეს პიროვნება, აქ როგორი პიროვნება გვყავს? აქ გვყავს პიროვნება, ვისაც მიყვარს კომფორტში ჯდომა, თუ ვისაც პირიქით უყვარს რაღაც ახალი გაჩნია, იცით, ორივეზე მაღალი არკანი ამომიდგა. ესე იგი, აქ გვაქვს შემდეგი ვითარება.
აქ ზოგთან არის პიროვნება, ვისაც კი მოსწონს ეს ლამაზი ნივთები, კომფორტი, ეს ყველაფერი მოწონს და ზოგთან შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც მოსწონს სიახლეები, მაგრამ აი კომფორტი მაინც ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი, ესე იგი ადამიანი, ვისაც უყვარს ახალი ჰორიზონტები, მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურები, სხვათა შორის ბუნებაც, ხო? აქ არის ბუნებაც. ბუნება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არის, ესე იგი, ადამიანი, ვისაც მოსწონს მოგზაურობა, მაგრამ ბუნება. ბუნება კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აი კომფორტი მაინც თან ახლავს ამ ყველაფერს. რაღაცა კი მოგზაურობა იქეთ, აქეთ, მაგრამ აი ეს ყველაფერი ისეთ ფარგლებში, რომ მას ჰქონდეს მისი პირადი სივრცე, სადაც თვითონ მშვიდად დაჯდება, კომფორტულად იგრძნობს თავს. ხო, აი ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. კომფორტი, ესე იგი, კომფორტი კი 10-იანი პენტაკლი, აი ეს კომფორტი, სილამაზე რომ ის ირგვლივ იყოს, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის. ამ ადამიანისთვის ეს არის, არ ვიცი რატო არის ასე მნიშვნელოვანი, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანია ეს ასპექტი აქ მისთვის და მიტომაც რაღაც ისე მკვეთრად გვაჩვენეს, ხო? კარგი, ხასიათი ვნახოთ ამ ადამიანის, თვითონ ხასიათი გვაჩვენეთ ამ ადამიანის, ხო? Character-ი, როგორი character-ი აქ? ხასიათი. აი, არ ვიცი რა ვთქვა აქ, რა დავამატო, აი ჯიუტი. აი აქ შესაძლოა ეს ადამიანი იყოს სპორტით დაკავებული, ხო, დღესდღეობით ახლა ბევრი არის სპორტით დაკავებული, უმრავლესობა ვიზუალის გამო. მაგრამ აი რომც იყოს სპორტით დაკავებული, მისთვის აი ეს რაღაც სიზანტე მას ახასიათებს. სიზანტე ქმედებებში, სიზანტე გადაწყვეტილებებში, აი ეს ზის მის ხასიათში. არ არის აჩქარებული ეს ადამიანი, არანაირად, აი შენელებული რაღაც მომენტებში შესაძლოა შეპაუზებულიც იყოს, მალე არ იღებს გადაწყვეტილებებს, ბევრს ზის, შესაძლოა რაღაც მის ცხოვრების წესში იყოს ეს, რომ ბევრს იჯდეს, ან სამსახური ქონდეს ასეთი, ხო, სადაც ბევრს ზის, მაგრამ აი ეს ჯდომა კომფორტში, ეს არ ვიცი, ძალიან მკვეთრად არის აქ ნაჩვენები. ასევე, სხვათა შორის ერთგულიც არის. ერთგული მაგალითად თუ რამე მოწონს, თუ სადმე მოწონს, იქ ძალიან დიდი ხანი იქნება, ხო? მომენტში რომ შეექმნას რაღაც დისკომფორტული ფაქტორები, რაც აიძულებს მას ცვლილებისკენ, ის მაინც იჯდება. აი ეს კომფორტული ზონა მასში ძალიან ისე ძლიერად არის გამჭდარი, ხო? ვიჯდე იქ, სადაც ვზივარ, სადაც მე მეკომფორტული ვარ. ნებისმიერი სახის ცვლილებები სიახლე რთულია. ნებისმიერი სახის ცვლილებები და რაღაცეები მისთვის აი უფრო ისეთ, ასე რომ ვთქვათ, რთავს მასში თავდაცვის მექანიზმს, რომ გაიქეცი, დაიცავი თავი, მისთვის რთულია ეს ცვლილებები, იმიტომ რომ ურჩევნია იყოს რაღაც სიმშვიდეში და კომფორტში იქ, სადაც მიჩვეულია. კი, აი ეს ყველაფერი მას ძალიან უყვარს. აი მაგალითად არიან ადამიანები, ვინც მიდიან რაღაც მის საყვარელ კაფეში, ხო? მიდიან მის საყვარელ კაფეში და სულ უყვეთავენ მის საყვარელ სახეობის ყავას, ან მის საყვარელ სახეობის დესერტს. პირობითად ისეთი მარტივი მაგალითი მომყავს, რა თქმა უნდა, ხო? აი რაღაც ასეთი კატეგორია არის აქ, რომ მე ვიცი საცხოვრობ, ვიცი ყველაფერი, ვიცი ჩემი რუტინა, ვიცი დღის წესრიგი ჩემი და მე ამ ყველაფერს მივყვები, ამ ყველაფერს ვინარჩუნებ და არ ვცვლი, იმიტომ რომ აი რაც შემოწმებული მაქვს და რასაც ვენდობი, ის მინდა იყოს ჩემ ცხოვრებაში ყოველ დღე, ხო? და მე ეს არ მწყინდება. აი ეს არის მის ხასიათში ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი. ასევე თუ მაგალითად ვისაუბრებთ ასტროლოგიაზე, შესაძლოა მიწის სტიქია მის ნატალურ რუკაში ჭარბობდეს, ხო? მიწის სტიქია გქონდა სტაბილურობაზე, სიჯიუტეზეც, სინელეზე, სიზანტეზეც, რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს აქვს პლუსიც, მინუსიც და აქ ბუნებრივია, როგორც ყველგან აქაც არის პლუსი და მინუსი და ხასიათში ადამიანსაც ექნება რაღაც ისეთი პლუსიც და მინუსიც, ხო? ბუნებრივია. მაგრამ საკმაოდ ისეთი ხასიათი აქვს აქ ასევე ძლიერი ხასიათი აქვს. აქ ის ვიღაცების გამო თავის შეხედულებებს არ შეიცვლის, თავის აზრს არ შეიცვლის ვიღაცების გამო, მისი შეხედულებები, ფასეულობები, რაც აქვს, ის აქვს და თან დააქვს და არ შეცვლის. საკმაოდ პრინციპულიც შესაძლოა იყოს აქ.
და ერთგული რაც მოწონს, ან მისი საქმის, ხო, აი ეს იგრძნობა აქ მკვეთრად. ნუ ხასიათი ჩემთვის პრინციპში აქ გასაგებია, ამიტომ მეტ კითხვას აღარ დავსვამ, ხო? და გავაგრძელებ. გადავდებ ახლა მე ამ კარტს სადმე ასე. ვნახოთ ახლა თვითონ როგორი სიყვარული იქნება ეს, ხო? აი თქვენი და ამ ადამიანის, აი როგორი სიყვარული იქნება. ოხ. ოკეი, საინტერესოა. როგორი სიყვარული იქნება ეს? ცოტა ჩაუწევ ამ შუქს, თორე აი პირდაპირ ვნახოთ. ძალიან დაბალზე მაქვს ახლა, მაგრამ მაინც რაღაცა მაინც ისია რა, მაინც ანათებს ამ კარტებს და არ ჩანს, მაგრამ ნუ კაი იყოს. სიგნალია მაინც და იყოს ასე. ესე იგი, როგორი სიყვარული არის აქ? აქ გვაქვს ჩვენ ისეთი დინამიკა არის კი, დინამიური. მე ვიტყოდი აქ ასევე არის სიყვარული, რომელიც ბევრ რამეს გადაგაწყვეტინებთ. ბევრ შესაძლოა ვიღაცებმა რაღაცები გადაწყვიტონ, ხო, ამ სიყვარულის მეშვეობით. მაგალითად, ამ ადამიანთან კომუნიკაციამ, ურთიერთობამ რაღაცეებზე შეგაცვლებინოთ აზრი. ან რაღაც საკითხები, რაც დღემდე თქვენს გონებაში ტრიალებდა, ან რაღაც პრობლემის სახით იყო თქვენს გონებაში წარმოდგენილი, ამ ყველაფრის, ასე რომ ვთქვათ, მოჭრა, მოგვარება, ხო? ის საკითხები, რაც აქამდე იყო პრობლემატური, ამ საკითხების მოგვარება, მოჭრა, გადაჭრა, მოგვარება კიდევ ერთხელ და ნუ ვისაც როგორ გინდათ, ის სიტყვები გამოიყენეთ აქ, მაგრამ აზრი გასაგებია, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ. ეს სიყვარული მოიტანს იმას, რომ ორივეს ცხოვრება შეიცვლება. აი აქ ის არის, რომ თქვენს ორივეს ცხოვრებაში, თქვენთანაც და მასთანაც იყო ძალიან ბევრი მტკივნეული მომენტი. ბევრი ეტაპი, ასე რომ ვთქვათ, ჭარბად იყო ეტაპი B, ასეც ვიტყვი, სადაც თქვენ გატკინეს გული, თქვენ იყავით იმით გაცრუებული. არ არის აუცილებელი ეს მანდ-მაინც ეხებოდეს რომანტიულ ურთიერთობებს. აქ იყო ასევე ის მომენტები, სადაც მაგალითად პირველი პოზიცია დარჩა მოტყუებული, იმედები ჰქონდა გაუცრუეს, ცხოვრებაში ისე არ წავიდა რაღაცეები, როგორც პირველ პოზიციას სურდა, ხო და აი ასეთი ბევრი რაღაც, რამაც გამოიწვია ძალიან ისეთი სიღრმისეული წყენა, ტკენა თქვენი, ხო? და ეს იყო თქვენს ცხოვრებაშიც და ამ ადამიანის ცხოვრებაშიც. და აქ მექნება შთაბეჭდილება თითქოს აი თქვენ ერთმანეთს კურნავთ. ნახეთ რა კარტია მომიღე სამართლიანობა, ხო? თქვენ აქ ერთმანეთს ეხმარებით, ერთმანეთს კურნავთ, რომ აი ეს ყველაფერი, რაც გაიარეთ, ახლა დააბალანსოთ, აი რაღაც სულიერი მოკავშირეები, ხო, მონათესავე სულები რო ეხმარებიან ერთმანეთს, აი რაღაც მსგავსი ნახატი არის აქ, როდესაც ორი ადამიანი სხვადასხვა იარებით, სხვადასხვა ისტორიებით და ბექგრაუნდებით, მაგრამ არც ისე მარტივი ამბებით, ხო, ერთმანეთს ამ ყველაფერს უზიარებს, ერთმანეთს ამ ყველაფერს უწილადებს და ერთმანეთს ეხმარება. ეს შესაძლოა არ იყოს სიტყვიერი დახმარება, არამედ ენერგეტიკულად ხდებოდეს ასე, რომ თქვენ შეხვდით ერთმანეთს და თქვენში აი წავიდა ეს რაღაც განკურნება ერთმანეთის, ხო? შესაძლოა ეს იყოს ასე, შესაძლოა სიტყვიერად, შესაძლოა კიდევ რაღაც სხვა გზით, მაგრამ აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს იქნება ის სიყვარული, რომელიც თქვენში დაბადებს რაღაც ახალ მუხტს, ახალ ენერგიას მოიტანს, რაც აქამდე ვერ იყო და არ იყო, იმიტომ რომ თქვენ იყავით აი ასეთ მდგომარეობებში. თქვენც და ეს ადამიანიც თავის ცხოვრებაში, ამიტომ თქვენ აქ ერთმანეთს ეხმარებით. კარგი, კიდევ როგორი სიყვარული იქნება აქ თქვენ შორის? სტაბილური, სადაც თქვენ აინთებით, სადაც შესაძლოა ვიღაცეებმა ნახონ თავისი მოწოდებაც კი, ხო? ამ სიყვარულმა შესაძლოა მოუტანოს შთაგონება ვიღაცეებს. მაგალითად, რაღაც ახალი პროექტები, ახალი იდეები, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, გაბედავთ, ხო? ეს ადამიანი წაგახალისებთ, ან დაგეხმარებათ, ასე რომ ვთქვათ, ისევ. ასევე ინტუიციის გაძლიერება, გაღრმავება, ეზოთერიზმის მიმართ, ვისაც ჰქონდა მიზიდულობა, ვისაც გაინტერესებდათ აი ამ
ამ ყველაფერის უფრო მეტად წინა ფლანგზე გამოსვლა, გააქტიურება, ხო? უმრავლესობისთვის ეს ეხება უფრო მეტად ქალბატონებს, ვინც აქ მისმენენ ახლა აი თქვენ გეხებათ განსაკუთრებით, ამ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან დაგეხმარებათ თქვენ პიროვნულ ზრდაში, ხო, თქვენ პიროვნულ განვითარებაში და აი შინაგანად, ასე რომ ვთქვათ, შინაგანი ქურუმი ქალის გახსნაში, საკუთარ ინტუიციაზე უფრო მეტად მოსმენა, საკუთარ შეგრძნებებზე უფრო მეტად მოსმენა და აი უფრო, როგორ თქვა, ცხოვრებაში იმის კეთება, რაც აქამდე ვერ ბედავდით. ან არ ბედავდით, ან არ აძლევდით საკუთარ თავს ამის უფლებას. აი ამ ადამიანთან ამის უფლებას მისცემთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანი შთაგონებას მოგცემთ, დაგეხმარებათ. აი აქ გაცვლა-გამოცვლა ისეთ, რომ მხარდაჭერას იგრძნობთ ამ ადამიანიდან, ხო? რა თემაც არ უნდა იყოს, რა საკითხიც არ უნდა იყოს, იგრძნობთ, რომ თქვენ არ ახართ მარტო. და თუნდაც მთელი სამყარო თქვენს წინაშე იყოს და რაღაც გაკრიტიკონ, ეს ადამიანი ისე გიდგათ გვერდით, ან ისეთ სიტყვას გეტყვით, ან ისე არის უბრალოდ თქვენს გვერდით, რომ თქვენ всё, თამამად ხართ, შთაგონებული ხართ და არ გჭირდებათ სხვა არავინ და არაფერი, ხო? აი ეს არის აქ. კარგი. გასაგებია. გვაჩვენეთ ეს პიროვნება, ბევრს აინტერესებს ახლა ეს კითხვა და მესმის მათი, როგორ გამოიყურება ეს პიროვნება აქ, მისი გარეგნობა გვაჩვენეთ. გარეგნობა. Okay. კარგი, ესე იგი აქ რაღაც ალფა გარეგნობა არა გვაქვს, აქ არ არის ის გარეგნობა, აი ქართულად როგორ თქვა, აი რაღაც ისეთი გარეგნობა, ხო იცი რაღაც დაკუნთული, ეგრევე ყურადღებას რომ რაღაც სექს სიმბოლოს გარეგნობა არ არის აქ, ასე უფრო მოკლედ რო თქვა, ხო, ეს არ არის. არამედ პირდაპირ გაჩვენებთ ახლა კარგს, აი ასეთი გარეგნობაც შესაძლოა იყოს. აი ეს მამაკაცი როგორიც არის ახლა ამ კარგზე, ხო? ვინც ქალბატონი ჩაიფიქრა, ანალოგიურად მოარგეთ. აი უფრო მეტად რაღაც ასეთი გარეგნობის შესაძლოა იყოს და პლუს აქ გვაქვს რა. გარეგნობა, სადაც დიდად აი ეტყობა ადამიანს, რომ არის მორიდებული, ან თავშეკავებული, არ ხატავს ემოციებს. შესაძლოა ჰქონდეს ისეთი გამომეტყველება სახის, სადაც რთულად წასაკითხია ემოციები. ან გულჩაწყრობილი თვალები ჰქონდეს, ხო, აი, ხო არის, რომ ადამიანს თვალებს ჩახედავ და გრძნობს სევდას, მოწყენილობას, ან გრძნობ იმას, რომ ადამიანი რაღაც თავის თავში არის ჩაკეტილი, ხო? აი, ეს ყველაფერი იგრძნობა ამ ადამიანის გარეგნობით. და გარეგნობა, ნუ რაც გაჩვენეთ, პირველი ეს და ასევე აქ სხვათა შორის მაღალიც იქნება, უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა, რადგან დგარსლა საჯაროა, სიმაღლეც იგრძნობა, თმები მაინც უფრო მუქი არის აქ, თვალებიც უფრო მუქი შესაძლოა იყოს, მაგრამ ფაქტი არ არის, იმიტომ რომ საჯაროა ეს გაშლა, რა თქმა უნდა. მაგრამ აი უფრო ვაიბი მოდის ისეთი გარეგნობის, აი რაღაც ეული, ხო? ისეთი ცოტა ინტროვერტი გარეგნულობის, სადაც ადამიანი აქ არ გამოიყურება ჩაცმული ნაირ-ნაირ ფერებში და ისე რომ აი ეგრევე განგაწყობს, რომ ესაუბრო და რაღაც, ხო? აი ასეთი გარეგნობა აქ არ არის. აქ უფრო მეტად ისეთი გარეგნობა რაღაც შესაძლოა მუქი ფერები ეცვას, ან ისეთი გარეგნობა გქონდეს, რომ აი ეგრევე შეიძლება რო შეხედოთ, იფიქროთ, რომ ნუ ეს ამას მე არ ვაინტერესებ, თავი რაღაც სხვა ინტერესებია, ან თავის თავზე ფიქრობს, ან რაღაც სხვა საკითხზე ფიქრობს, ნუ არ არის ადამიანი გახსნილი და ეს მის გამომეტყველებაზეც აისახება. ხო, იმედია გაიგეთ აქ რას გულისხმობ. ასეთი გარეგნობა იქნება უფრო მეტად აქ არ არის დიდად ათლეტურობაზე, ხო, ფოკუსი. კარგი. ხო, ფიქრობ რა კითხვა დავსვა, რომ არ გამომრჩეს. კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ ეს ადამიანი პირველ პოზიციის ენერგოსივრცეში უკვე იმყოფება თუ არა. ჯერ არ იმყოფება ეს თქვენ ენერგოსივრცეში, თქვენ ენერგეტიკულ ველში, ასე რომ ვთქვათ, ჯერ ამ ადამიანის კვალი არ იგრძნობა, შესაბამისად თქვენ ცხოვრებაშიც ეს ადამიანი ჯერ არ ჩანს,
რადგანაც ახლა თქვენ შესაძლოა გადიოდეთ რაღაც ისეთ გზას, სადაც ხდება განახლება. ხო, განახლებაში ვგულისხმობ რაღაც მომენტების გაშვებას, გათავისუფლებას რაღაც ამბებიდან, შესაძლოა ვიღაც მართლა მოგზაურობაში იყოს ან გადაადგილდებოდეს, სადმე მიდიოდეს, მიემგზავრებოდეს, ხო? ნუ არ ვიცი ახლა ვის რა სიტუაციები გაქვთ აქ ძალიან ზოგადია, ხო? მაგრამ ჯერ არ არის ამ ადამიანის კვალი თქვენს ცხოვრებაში და ენერგიებშიც ჯერ ეს ადამიანი არ ჩანს. კარგი. მაშინ ასე ვიკითხოთ. მალე გამოჩნდება ეს ადამიანი პირველი პოზიციის ცხოვრებაში. კი, მალე გამოჩნდება. მაშინ ასე ვიკითხოთ, რა შეუძლია გააკეთოს აქ პირველ პოზიციამ, რომ ეს ადამიანი რაღაც ენერგეტიკულად მალე მოვიდეს თქვენთან. ოკეი, აქ გაიხსნათ, აქ იგულისხმება ის, რომ თუ არის ვიღაც ყოფილები, ან ვიღაც ადამიანები, ვინც აი გრძნობთ, რომ ეს მართმევს ეს სიტუაცია ახლა მე ენერგიას და დროს და არსად წამსვლელი სიტუაცია, ხო? თუ გრძნობთ, ან უკვე იცით, ხო, ვიზეც არის საუბარი, დროა, რომ ამ ყველაფერზე არ დახარჯოთ თქვენი ენერგია და თქვენი დრო და უბრალოდ არ ასე რომ ვთქვათ, არ ჩააციკლდეთ ვიღაცა კონკრეტულ ადამიანს, ვინც საერთოდ არანაირ ნაბიჯებს არ დგამს, არამედ უბრალოდ იყოთ მზად იმისათვის, რომ აი მე მზათა ვარ იმისთვის, რომ საერთოდ ახალი ადამიანი შემოვუშვათ ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სასიყვარულო სფეროში შემოვიდეს საერთოდ ახალი ადამიანი, ხო? და ვისაც აქვს რაღაც ძველი ამბები დაუსრულებელი, სასურველია ესეც გავუშვათ, რომ იყოს ადგილი ახალი ადამიანისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აქ ის, რომ კი, მე მჯერა, რომ ისეთი ადამიანი, ვინც მე შემეფერება, გამოჩნდება სასიყვარულო სფეროში. ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. კარგი, ვნახოთ რისთვის სინამდვილეში რისთვის მოდის ეს ადამიანი პირველი პოზიციის ცხოვრებაში. ეფექტურია ძალიან. რომ შეგაცვლევინოთ ცხოვრების წესი, საერთოდ შეცვალოს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. ეს ადამიანი იქნება კომეტა თქვენს ცხოვრებაში, ტოტალურ ცვლილებებს გამოიწვევს ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცამ შესაძლოა შეიცვალოს საერთოდ მსოფლმხედველობა სამყაროს მიმართ, ცხოვრების მიმართ, ვიღაცამ შესაძლოა საერთოდ ცხოვრების წესიც კი შეცვალოს, ვიღაცამ რელიგია შეიცვალოს, ვიღაცამ ადგილმდებარეობა შეიცვალოს ამ ადამიანის გამო, ან როგორც შედეგი. საერთოდ აი აბსოლუტური ცვლილებებისთვის მოდის ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქამდე რაც იყო თქვენს ცხოვრებაში, ისე აღარ იქნება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ფურორი. აქამდე თუ იყო რაღაც დაკიდებული, გაურკვეველი მომენტები, გამოირკვევა ყველაფერი, გაირკვევა ყველაფერი, ვისაც ქონდა კითხვები, რაღაც ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკუთარ თავთან დაკავშირებით, ეს ადამიანი დაგეხმარებათ, რომ იპოვოთ პასუხები, დაგეხმარებათ, ახლა შეიძლება პირდაპირ გზით არ დაგეხმაროთ, მაგრამ მისი ქმედებები და მისი ყოფნა თქვენ ცხოვრებაში დაგეხმარებათ, ხო? აბსოლუტურად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანის გამოჩენა პირველი პოზიციისთვის იქნება ძალიან ტრანსფორმაციული, როგორც პიროვნული, ისე სასიყვარულო სფეროში. კი. საერთოდ ახალ ენერგიებს შემოიტანს ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და ყველაფერი და სხვათა შორის ყველაფერი ბევრად უფრო სახალისო, საინტერესო და ფერადი გახდება თქვენს ცხოვრებაში ამ ადამიანთან ერთად. კარგი, უფრო როგორი ურთიერთობის ფორმატი ექნება პირველ პოზიციას ზოგადად ამ ადამიანთან. სტაბილური, ვისთვისაც აქტუალურია ოჯახი, ბავშვები და ასე შემდეგ, ამის პერსპექტივაც არის აქ. ბუნებრივი ახლა დასაწყისში იქნება კომუნიკაცია, ხო, საუბრები, საერთო ენა გექნებათ, ან რაღაც საერთო შეხედულებები, ან საინტერესო ინტელექტუალური საუბრები, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა მივიდეს უკვე ისეთ ფორმატებთან, რაც თქვენთვის ორივესთვის აქტუალური იქნება ან არის. ჩვეულებრივი გაშლა არის აქ. ეს ადამიანი კი მალე გამოჩნდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში, უბრალოდ ამისთვის დაასრულეთ ის წარსული სიტუაციები, ვისაც ჯერ არ დაუსრულებია, რომ რაღაც ახალი მოვიდეს, ან რაღაც სიახლე შემოვიდეს, ხო, თქვენთან. და კარგი, ვნახოთ რაღაც უფრო მეტად კონკრეტულად, ეს ადამიანი მოვა პირველი პოზიციის ცხოვრებაში ამ იანვარში, თებერვალში, თუ უკვე გაზაფხულზე, თუ ზაფხულზე, ხო? იანვარი, თებერვალი, გაზაფხულზე, ზაფხული. კი ამ იანვარში, უმრავლესობისთვის უკვე ამ იანვარში. უმრავლესობისთვის უკვე არის იანვარი. იანვარიც არის აქ,
და გაზაფხულის, ხო, რადგანაც ეს გაშლა არის ახლა საჯარო, ბუნებრივია ვიღაცასთან შესაძლოა სხვანაირად იყოს, მაგრამ უმრავლესობა იანვარში. ხო, ეს არის. ძალიან მაინტერესებს თქვენთან როგორ გათამაშდება ეს ამბავი და აუცილებლად გთხოვთ რომ დამიწეროთ უკავშირი თქვენთან როგორ იქნება ეს სიტუაცია, ხო? მე დაბრუნდით ამ ვიდეოში, ამ ვიდეოსთან უბრალოდ და დამიწერეთ როგორც იქნება. ასევე დიდი მადლობა ყველას უკავშირებისთვის. ბევრმა დაწერა, ხო, რა თემასთან დაკავშირებით დაინტერესებდა გაშლა და ამისთვისაც მადლობა და გაგრძელეთ აქტიურობა. აქაც აუცილებლად გამიზიარეთ რა საკითხებთან კიდევ გაინტერესებდათ გაშლის მოსმენა. ხო? იყოს ასე აბსოლუტურად ყველაფერი დადებითი, სიყვარული, ავსება, ხო? პირველ პოზიციას, წარმატებები. აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა, ეს ვიდეო, ვისაც დაგაინტერესებთ, გელოდებით ინდივიდუალურ სესიებზე. ვისაც ჯერ კიდევ ჩემი არხი არ გამოუწერია, აუცილებლად გამოიწერეთ და ასევე თუ გაინტერესებთ ეზოთერული საკითხები, ასევე მაქვს Instagram გვერდი და იქაც შეგიძლიათ გამომყვეთ. ინფორმაცია როგორ სადრანაირად მომძებნოთ არის ამ ვიდეოს ქვემოთ მოცემული. ჩვენ კი გადავინაცვლოთ ახლა მეორე პოზიციასთან, შევამზადოთ დასტა. მივესალმები, მეორე პოზიცია ვინც აირჩია. და ვნახოთ აბა მეორე პოზიციასთან. ახალი სიყვარული ან შემდეგი სიყვარული, ხო? როგორც გინდათ პრინციპში ისე უწოდეთ. აზრი ერთია აქ. კარგი. დავიწყოთ, ესე იგი, მეორე პოზიციის სიყვარული ჯერ. გავასუფთავეთ სივრცე. ეს ვიბრაციები ძალიან კარგია. როგორც სივრცისთვის, ისე ჩვენთვის და ჩვენი twinistviსაც კი, ბიოლოგიურ დონესაც. კარგი, ვნახოთ მეორე პოზიციის ახალი სიყვარული, ხო, ორმხრივი ახალი სიყვარული. გვაჩვენეთ თვითონ ეს პიროვნება. თვითონ ეს პიროვნება, ვისთანაც აი მეორე პოზიციას ექნება ასეთი ორმხრივი სავსე სიყვარული, ხო, ეს გადავიტანოთ აქეთ ჯობია. თვითონ ეს პიროვნება გვაჩვენეთ, თვითონ ეს სიყვარული, როგორი იქნება. როგორი იქნება ეს სიყვარული, ხო? ამ ადამიანთან, ამ ადამიანის გარეგნობა, ამ პიროვნების გარეგნობა. დავიწყოთ. თვითონ ეს ადამიანი. კვერთხების რაინდი. უბრალოდ ნახეთ, ხო, კარტი როგორია. ესე იგი, ეს ადამიანი იქნება აი ასეთი, როგორც აქ ხატია, ხალისიანი. აი შესაძლოა ისიც იყოს აქ კომპანიის სული და გული, ესეთი გახსნილი, ხალისიანი, შესაძლოა ესეთი კარგი იუმორის გრძნობა ქონდეს ადამიანს, ვისაც უყვარს ცხოვრება. უყვარს ცხოვრებით დატკბობა, სპორტული, ათლეტური, სექსუალური, მიმზიდველი, მომხიბვლელი, შარმიანი, ქარიზმატული, ყველაფერი ეს და ენერგიული.
აი ენერგიული და ენერგიაც ისეთი აქვს, რომ აი ეგრევე რაღაც ფეირვერკივით აქვს ენერგია, ხო? აი ეს არის აქ. ნახოთ კიდევ. თვითონ ეს ადამიანი, ხო? მისი character, personality ასე რომ ვთქვათ, გვაჩვენეთ. ბევრი მძიმე მომენტი აქვს გავლილი ამ ადამიანს, ოჯახთან დაკავშირებით, შესაძლოა აი ტრადიციებთან დაკავშირებით, ტრადიციებში აქ გულისხმობ თუ როგორ ტრადიციებში აღიზარდა და გაიზარდა, ეს მისთვის რაღაც მომენტში შესაძლოა იყო მიუღებელი ან რთული. ბევრ სირთულეს და ჩელენჯს გადააწყდა ამ თემასთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებით. შესაძლოა მისი ფასეულობებიც კი ისეთი იყო რა, რთული იყო ამ ფასეულობები მას, ეს ფასეულობები რაც მას გააჩნდა და რაც მისთვის პრინციპული იყო, ხო, ამის შენარჩუნება. ბევრი მომენტი იყო, სადაც მაგალითად განიცადა ტყუილი ახლო ადამიანებიდანაც კი, შესაძლოა ეს ყოფილიყო ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ. ერთი სიტყვით არ იყო მარტივი მისი ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის არასოდეს არ ნებდებოდა, იმიტომ რომ აქ არის სული სიცხადე. აი მისი სული არის ისეთი ცეცხლოვანი, ცხოვრებით სავსე და რა სირთულეც არ უნდა მოხდეს, ან ხდებოდეს მის ცხოვრებაში, ის მუდმივად ანთია. აი ეს სულ რჩება ანთებული, რა სირთულეც არ უნდა იყოს მის ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მინდა გითხრათ. ესე იგი ისეთი კი, მასში არის ჩაუქრობელი ცეცხლი, რასაც ვერავინ ვერ წაართმევს. იმიტომ რომ ეს არის მისი ფუძე, მისი პერსონალიტის, მისი ხასიათის ფუძე. სხვათა შორის აქ მინდა ვთქვა, ცეცხლოვანი ენერგია იგრძნობა მასში. ასტროლოგიურად შესაძლოა ნატალურ რუკაში სადმე რამე პლანეტა წამყვანი პლანეტებიან, ბევრი სტიქია, უფრო ასე რომ ვთქვათ, ჭარბი სტიქია იყოს, ცეცხლის სტიქია მის ნატალურ რუკაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ მანდა მაინც ასე უნდა იყოს, შესაძლოა უბრალოდ ენერგიულ დონეზე აი აქვს ასეთი ენერგია, ხო? კარგი, გასაგებია. როგორი სიყვარული გექნებათ თქვენ და ამ ადამიანს? ვაუ! საინტერესოა ეს რა არის? ეს რა არის? აბა როგორი სიყვარული ექნებათ ეს ყველაფერი? ეს მინდა გითხრათ, რომ აი ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, გილოცავთ მეორე პოზიციას, აქ რას ნიშნავს ეს? ესე იგი, არანაირი გაგიშვი, გამიშვი. არანაირი რა იქნება არ ვიცი და გაურკვევლობები. არანაირი წავიდა, მოვიდა, მიმატოვა, დამტოვა და რაღაც ისეთი, ხო, თამაშობები, ტოქსიკური თამაშობები აქ ამ ადამიანთან არ იქნება. აქ იქნება გარკვევა, მე ვიცი, მე ვინც ვარ მისთვის, მე ვგრძნობ ამას, ეს ადამიანი მე ამას მაჩვენებს, მე დარწმუნებული ვარ ამ ადამიანში, ხო? ესე იგი, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ისეთი გარკვეული ურთიერთობა, რომელიც სულ ვითარდება, არ ჩერდება ურთიერთობა და თქვენც არ გწყინდებათ ამ ურთიერთობაში, ხო? ბუნებრივია ახლა არასდროს არავის არ დაუჯეროთ, რომ გითხრათ, რომ აი, всё, ყველაფერი ძალიან ზედ მიწევნით, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ცხოვრება ისეთი რაღაც არავინ არ ვიცით, ხო? რა მოხდება მეორე წუთში. აი, ტაროს გაშლებთან დაკავშირებით მომავალზე, ამაზეც კი მომავალი ერთი არ არის. ხო, მომავლის რამოდენიმე ხაზი არსებობს და ტარო გვაჩვენებს ყველაზე დიდ ალბათობით რომელი იქნება, ხო, დიდი ალბათობით. ამიტომ აქაც კი, რა თქმა უნდა, აქ არის ეს ყველაფერი მოსალოცი ამბავი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება რაღაც გარკვეული ჩელენჯები და სირთულეები, ხო? ეს ცხოვრების ნაწილია. ასე რომ რა თქმა უნდა, ესეც გავითვალისწინოთ. კიდევ როგორი აი სიყვარული ექნებათ პირველ პოზიციას და ამ ადამიანს. ძალიან რომანტიული, შესაძლოა აქ იყოს მოგზაურობებით, ან რაღაც გეგმები, მოგზაურობასთან დაკავშირებით, გადასვლა-გადმოსვლასთან დაკავშირებით, ესეც შესაძლოა იყოს, მაგრამ აი ისეთი რომანტიული, ამავსებელი. ეს ზოგადად ეს პიროვნება რომანტიულია ძალიან. ამ პიროვნებამ იცის აი ეს რომანტიული ქმედებები ძალიან კარგად გამოუდის და ზოგადად ძალიან რომანტიული ადამიანია.
ხო, აი იცის როგორ გაახაროს თქვენი გული ამ ადამიანმა და ეს ამას ხშირად გააკეთებს და ძალიან სიამოვნო და ამავსებელი იქნება თქვენთვის. ასევე არ უჭირს ემოციებზე საუბარი, ხო? ეს გამოხატავს ეს. აჰა. არ გამოხატავს შენს ემოციებს თქო უნდა მეთქვა და მე რო ვკითხე და მივხვდი რომ ჯერ უნდა მეკითხა. მაგრამ არა ხო, ემოციებს სხვათა შორის. ემოციებს არაჩვენებს. აი ემოციების გაზიარება და ხმამაღლა თქმა რომ იცი, აი მე ამას ვგრძნობ, მე მიჭირს ახლა, ან მე მტკივა ახლა, ან მე მეშინი, ან შეყვარებული ვარ, ხო აი ასე ხმამაღლად ემოციებზე საუბარი ძალიან უჭირს. აქ შესაძლოა ნდობის ფაქტორი იყოს ზოგადად ადამიანების მიმართ, ხო? ნუ ცხოვრებიდან გამომდინარე, იმიტომ ჩვენ ვნახეთ აქ რომ მას აქვს მიღებული ბევრი იმედგაცრუება და ტკენა ადამიანებიდან. ამიტომ უჭირდეს შესაძლოა ეს. თუმცა აქ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ თქვენ ან თქვენთან ურთიერთობა ამ ადამიანს ეხმარება იმაში, რომ მისი გული გაალვოს, გაათფოს და გაგიხსნათ. იმიტომ რომ თქვენს მიმართ ექნება ამ ადამიანს ნდობა. ასე რომ კი. კარგი. ვნახოთ გარეგნობა ამ ადამიანის ახლა ჩვენ. გარეგნობა. ვაუ, ძალიან ქარიზმატული, ძალიან მიმზიდველი და მომაჯადოებელი გარეგნობა აქ მინდა ვთქვა. აქ აი როგორი გარეგნობა აქვს, იცი? აი ცოტა სევდიანი. აი რაღაცა პიერო, თუ იცით, ბურატინოში პიერო პერსონაჟი, აი რაღაც ასეთი გარეგნობა არის აქ. თუმცა პიერო ნაკლებად ქარიზმატულია და აქ ქარიზმაც არის, აქ არის რაღაც ისეთი სექსუალური მიმზიდველობა, მაგრამ ისევდიანი ცოტა, ისეთი გარეგნობა და ისეთი ვაიბი, აი სევდა, წყალი, მაგრამ ამავე დროულად რაღაც ამ ყველაფრის უკან იმალება ცეცხლი და მიმზიდველობა, ხო? აი რაღაც ასეთი გარეგნობა. შესაძლოა მაგალითად გქონდეს ცისფერი თვალები, ხო? აქ ღია ფერის თვალები, კი, და მთვარე, წყალი. კი, წყლისფერი თვალები, ხო? ან ასეთ ფერებში თვალები, ხო? შესაძლოა ეს იყოს რაღაც ისეთი ნაცრისფერი, მოცისფრო, ან მუქი, ლურჯი თვალები, ხო? აი ასეთი ფერის თვალები უფრო. სიღრმისეული თვალები აქვს ძალიან. კარგი, თმები, აი აქ მაგალითად ახლა, ხო? ამ კაცს აქ მუქი თმები აქვს, მაგრამ ორიგინალში რაიდერ ვეიტის და პამელა კოლმან სმიტის დასტაში ქერათმები აქვს, ასე რომ აქ გაჩნია უმრავლესობასთან, ანუ აქ უბრალოდ უმრავლესობა არ იქნება, აქ ზოგთან ღია ფერის, ზოგთან მუქია. ზოგთან აი არც მუქში არის და არც ღიაში არის, ხო? რაღაც ხორბლის ფერი მაგალითად. ესეც შესაძლოა იყოს ზოგთან. ასე რომ აქ უკვე ინდივიდუალურია. და სხეული? ძალიან ლამაზი სხეული. სამყარო. ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა. ასე იტყვით. კარგი. ეს ადამიანი არის უკვე მეორე პოზიციის ენერგო ველში. თუ ჯერ არ არის. არის? არა. არ არის. მაინც აქ უფრო იგრძნობა, რომ ჯერ თქვენს ველში არ არის და მეორე პოზიციის ცხოვრებაში ეს ადამიანი ჯერ არ არის. თუ არის. აჰა, ესე იგი, ეს პიროვნება შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში იყოს, მაგრამ ამას ყოფნა არ ქვია. რაც აქ არის, ხო? მაინც იგრძნობა, რომ თქვენს ცხოვრებაში არ ფიგურირებს აქტიურად, ან სტაბილურად, ან ახლოს თქვენთან არ არის ეს ადამიანი. რაღაცას აქ იგრძნობა სიშორე. ხო, შესაძლოა იყოს ვიღაც, მაგრამ თქვენთან ახლოს არ იყოს, ან ვიღაც ისეთი იყოს, ვისაც თქვენ ჯერ არ იცნობდეთ კარგად, ხო? აი, აქ მაინც არის, რომ თქვენ ამ ადამიანთან აი ასე არ ახართ. ან მომენტში აი იმასაც ვერ უწოდებთ, რომ აი ვიცნობ. ხო, შესაძლოა ესეც ვერ თქვათ. მაგრამ თითქოს მაინც რაღაცა სადღაც გადაკვეთა არის, მაგრამ ეს გადაკვეთა ძალიან ნაზია, ხო? რომ თქვათ, რომ აი არის უკვე თქვენ ცხოვრებაში სტაბილურად და ეს არ იგრძნობა აქ. კარგი, მაშინ ასე ვიკითხავ, მეორე პოზიცია იცნობს საერთოდ ამ ადამიანს? თუ არა? უმრავლესობა არ იცნობს ამ ადამიანს. შესაძლოა არც კი იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ აქ არიან ისეთებიც, რადგანაც საჯაროა, ხო, ამიტომ ამბობ ასე. შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, ვისთანაც ეს ადამიანი ან ფოლოვერებშია, ან გითვალთვალებთ დადებითი კუთხით და არასთან რაღაც ისეთი ნეგატიური სტალკინგი, ხო, ამ კუთხით არ გულისხმობ, თვალს გადევნებთ. ასე უფრო ისეთი სწორი ნათქვამია ამ შემთხვევაში, ხო? თვალს გადევნებდეთ, გილაიქებდეთ რაღაცეებს,
მოწონდეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? შეგნატროდეთ, მოწონდეთ. ვიღაცებთან შესაძლოა აი ასეთი პიროვნებაც შესაძლოა იყოს და ვიღაცები შესაძლოა საერთოდ არ იცნობდნენ ჯერ კიდევ ამ ადამიანს, ხო? აი ეს არის აქ. და მალე გააქტიურდება ფიზიკურად ეს ადამიანი მეორე პოზიციის ცხოვრებაში. კი, და პირველ პოზიციასთანაც ესე მოვიდა, რომ ვიკითხე იმ ადამიანის მალე გამოჩნდა. კი, მაგრამ აქ არის მომენტი, რომ მეორე პოზიციამ რა უნდა გააკეთოს აქ? აქ არის რაღაც თქვენგან, რაც უფრო მეტად არ დააბრკოლებს მის გამოჩენას და საერთოდ მოქმედებას თქვენ ცხოვრებაში. რას ურჩევთ აქ მეორე პოზიციამ რომ გააკეთოს, რომ რაღაც ენერგეტიკულად მაინც ეს ადამიანი ზომიერება, იგრძნოთ თავი ზომიერებაში. აქ საკუთარ თავთან, ხო, იმიტომ რომ ახლა შესაძლოა თქვენ ცხოვრებაში ან ზოგადად აი ამ ეტაპში იყოთ, სადაც აი შინაგანად არც ისე ავსებულად გრძნობდეთ თავს. შესაძლოა ცხოვრებაში ხდებოდეს ისეთი მომენტები ან ცვლილებები, რაც კრიზისულია, სტრესულია, რთულია, ან მასშტაბური ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი თქვენ ცხოვრებაში, ხო? ამიტომ აქ რჩევა არის, რომ თქვენს თავს დაუბრუნდეთ. თქვენს შინაგან მეს დაუბრუნდეთ და აი ამაზე გადაერთოთ. რადგანაც, როდესაც იქნებით ზომიერებაში და ავსებულები, ეს ადამიანი უკვე ამ ენერგიაზეც კი მოიზიდება თქვენთან. ეს არის რჩევა აქ, რაც შეგიძლიათ თქვენ სხვიდან რომ გააკეთოთ, რომ რაღაცნაირად უფრო მალე მოვიდეს ეს ადამიანი, ხო? რისთვის მოდის ეს ადამიანი მეორე პოზიციასთან, სინამდვილეში, რისთვის? ბუნებრივია ხა სიყვარულისთვის, მაგრამ გარდა ამისა. ბევრი რაღაცისთვის, ქმედებისთვის, განვითარებისთვის, მომენტში იმისთვისაც, რომ აი მოხდეს ცვლილება, მოხდეს განვითარება, იყოს სიახლე, ხო, განახლება, იმიტომ რომ აქ თითქოს აქამდე არ იყო რაღაც სიახლე თქვენ სასიყვარულო სფეროში, ან არ ხდებოდა ახალ ეტაპზე გადასვლა თქვენ სასიყვარულო სფეროში, რაღაც თითქოს ერთი და იგივე ან საერთოდ არაფერი. და აი ამ ადამიანის გამოჩენით იქ ხდება განახლება, იქნება ცვლილება, იქნება სიახლე, შესაძლებლობები, როგორც ამ ადამიანთან, ისე თქვენ ცხოვრებაში. კარგი, და ფორმატი ამ ადამიანთან. ოხ, ყველანაირი, ნებისმიერი ფორმატი. სულო და გულო, რომელიც გინდა. რა თქმა უნდა, აქ გაჩნია ახლა თქვენ როგორ წაიყვანთ ყველა ორივე სიტუაციას, მაგრამ აქ ფორმატი რაც არის აქტუალური, ნებისმიერი იმ ყველა ფორმატის მიხედვით, რაც თქვენთვის და ამ ადამიანისთვის იქნება აქტუალური, ხო? კარგი, მოდი ვნახოთ ახლა რჩევა. პირველ პოზიციასთანაც მინდოდა მეკითხა და მე მივხვდი, რომ დამავიწყდა. რჩევა ზოგადად აქ, ხო? ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მეორე პოზიციას. Where there is a will, there are სადაც არის თქვენი ნება, იქ არის გზაც, ხო? სადაც არის, ასე რომ ვთქვათ, სადაც არის არჩევანი, ან სადაც არის ჩვენი სურვილი, ან სადაც გვაქვს შესაძლებლობა, იქ გზაც არის, ხო? სადაც გვაქვს რაღაც შესაძლებლობა, იქ გზასაც ვიპოვით. ასე რომ ვთქვათ, რომ გადმოვამარტივოთ, მარტივ ქართულ ენაზე, ხო? აი ასეთი რაღაც არის აქ. უფრო ახლოსაც მოვიტან, რომ ვისაც უნდა ნახოს და წაიკითხოს. შესაძლოა ვიღაცამ რაღაც კიდევ სხვანაირად მიიღოს ეს რჩევა და თქვენ უფრო იგრძნობთ, ხო? რადგანაც ეს კონკრეტულად მაყურებლის რჩევაა და შესაძლოა ვიღაცასთან უფრო მოვიდეს რაღაც კონკრეტული სიტყვა, ფრაზა, შეგრძნება, ასე რომ დააკვირდით ამ რჩევას. ასეთი ამბავი იყო აქ მეორე პოზიციასთან, მეორე პოზიციას ვუსურვებ წარმატებებს, რა თქმა უნდა, მოვიდეს თქვენთან სიყვარული, რასაც ელოდებით, რის ღირსიც ხართ და რასაც ყველა იმსახურებს და ვიმსახურებთ და ყველაფერი იყოს კარგად და ბედნიერად თქვენთან. აუცილებლად დამიტოვეთ უკავშირი, როგორ რეზონირებს, რა ხდება, ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან. ასევე მადლობა ყველას აქამდე ვიდეოებზე უკავშირისთვის. ძალიან გამიხარდება კიდევ ერთხელ, თუ გამიზიარებთ კიდევ რა საკითხებზე ჩავწერო გაშლა, რა საკითხებზე დაგაინტერესებდათ გაშლის მოსმენა. მსურველებს ინდივიდუალურ სესიებზე, მატრიცის სესიებზე გელოდებით, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი აუცილებლად გამოიწერეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. წარმატებები ყველას!